მოგესალმებით ქალბატონ ანონი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონ პოლოლიკაშვილის უკან გამოწვევასთან დაკავშირებით მე რაღაც განსაკუთრებულ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ იმის საფუძველზე თუ ვიმსჯელებ, რაც მოვისმინე აი ამ მოლაპარაკე თავების მხრიდან ქართულ ოცნებას, ვინც წარმოადგენს, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული უკმაყოფილება აქვს აშკარად გამოხატული ამ ადამიანის მიმართ და ჩემი ვარაუდით ისინი დიდი ალბათობით რაღაც ისეთ თხოვდნენ ბატონ პოლოლიკაშვილს, რომელიც ალბათ მის მანდატს მიღმა იქნებოდა და გარკვეული, ასე ვთქვათ, გარკვეული უკმაყოფილება ჩემი ღმერთმენით არის შექმნილი ამ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ისინი ქართული ოცნების პრობლემა რაში მდგომარეობს, ისინი საკუთარ თავს აიგივებენ სახელმწიფოსთან, პარტიას უბრალოდ. პარტია ქართულ ოცნებას პირდაპირ მნიშვნელობით აიგივებენ სახელმწიფოსთან და როგორც ყოველთვის ჩვევიათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად ჭეშმარიტი პატრიოტები არიან და სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ემსახურებოდნენ, სთხოვენ პარტიული ინტერესების გატარებას. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სწორედაც შესაძლებელია ეს სპეკულაციური დაშვებაა ცხადია, ეს უკავშირდებოდა პარტიული ინტერესების არ გატარებას და აქედან გამომდინარე მის ესე ძალიან უხეში და მახინჯი ფორმებით დასჯას, თუ კი ამას შეიძლება დასჯა უწოდოთ. სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად მკაფიო არაპატრიოტული საქმე, ანუ ასეთ თანამდებობაზე, ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველი ყავდეს და მას მხარს არ უჭერდეს, სურო შენი ოპონენტი იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ სახელმწიფოს ინტერესების ღალატი, სხვა კი არაფერი არ არის, აი დეფინიციურად რომ მიუდგეთ საქმეს, ხო ანუ სწორედაც ეგ არის. სახელმწიფოზე მაღლა რო შენ ვიწრო პარტიულ რაღაც უკაცრავად და ვირეშმაკულ ინტერესებს რო აყენებ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენ პარტიას და ხელისუფლებაში შენს ყოფნის გახანგრძლივებას რო ემსახურება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი რამე მიზეზი იქნებოდა, ეს ასეთი მიზეზი სწორედაც მსგავსი ტიპის თხოვნებს დაუკავშირდებოდა. კახა, თქვენ ახსენეთ პარტიული დავალება, აი ამ თუ ეს შესაძლოა მიუთითებდეს ასევე და ხას უსვამდეს იმ გარკვეულ კრიზისზე ამ მიმართულებით, ხო, დავალებების შესრულების ნაწილში და ზოგადად ხელისუფლების შიგნით არსებულ ვითარებაზე. აი თქვენი დასკვნა რა არის, თუნდაც ზოგადი სურათის გათვალისწინებით, მათ შორის რა ტიპის კრიზისული ვითარებაც არის ოცნების ირგვლივ საერთაშორისო ასპარესზე, ხომ? ჩვენ ხედავთ რა რიტორიკის მატარებელია ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ ამტკიცებს, რომ რაღაც გადატვირთვის მოლოდინშია და ამ მხრივ ალბათ გაგვახსენდა ის 20 იანვრის თარიღზე ჩამოკიდება და მეორე ხელით დასკვნა ასეთია, რომ რეალურ ნაბიჯებს არ დგამს ამ პროცესში ჩვენი, ასე ვთქვათ, ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ურთიერთობების რეალური გადატვირთვისთვის. რეალურად რა მიზნისკენ მიდის დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება, რა არის ამ პროცესიდან დასკვნა? სიმართლე თუ გინდა ქალბატონო ანა, მე კაფიოდ ჩამოყალიბებული მხედვა მაქვს და ეს არ არის პოლიტიკური ხედვა, ეს უფრო სუბიექტურად ექსპერტული ხედვა არის, რომ ქართული ოცნება იმაზე სწრაფად მიექანება უსყრულისკენ, ოღონდ ამ შემთხვევაში საკუთარი თავის უსყრულისკენ, ვიდრე ვინმე წარმოუდგენია, სხვათა შორის მათ შორის ოპოზიციურ ფლანგს, თქვენ წარმოიდგინეთ. რეალურად ისინი მიწაზე ისე სწრაფად დაენარცხებიან, რომ კატაპულტირებას ვერ მოასწრებენ, თქვენ წარმოიდგინეთ. აი, დაიმახსოვრეთ. იმიტომ რომ ისეთი დონის და ისეთი კალიბრის შეცდომებს უშვებენ, სწორედაც აი ამ თავინთი უწოდინრობით, კონსპიროლოგობით, ამ ერთ კაცზე ბიძინაზე ჩამოკიდებით, არასთქმის უნიჭობით, კორუმპირებულობით, სისტემური კრიზისებით. წარმოიდგინეთ, ანუ ადამიანები მათხოვრობენ სურათის გადაღებაზე. აი ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაგემართოს. ადამიანები, ესე იგი, ფოტოგრაფებს აწვალებენ, რომ რაღაც ისეთი სურათი გადაიღონ, რომ ვიღაცა ხელს რო ართმევს და იმ მომენტში იღებს. აი მარტივ არტიკულირებას ვაკეთებ კრიზისის ადამიანურ ენაზე, ანუ მარტივი რიგით საქართველოს მოქალაქისთვის გასაგებ ენაზე. ანუ აქ არ არის საუბარი მაღალი დონის ვიზიტებზე, შინაარსიან დისკუსიაზე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პრობლემებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ფართო შავი ზღვის რეგიონზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ნატოში პროგრესზე, ვაჭრობის
ხელშეკრულების გაფართოებაზე, ან ამერიკის შეერთებული შტატებთან ვაჭრობის ხელშეკრულების დადებაზე, თავისუფალი ვაჭრობას გულისხმობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გულკალიბრიან პროექტებს გულისხმობ. ხო, ანუ ამ ადამიანებს ისეთი დონის კრიზისი აქვთ, რომ ელემენტარულად ხელის ჩამომთმევი აღარ დარჩათ და ამ მიზეზის და გამო სწორედაც რეგიონში დადიან, რომ რა ვიცი, ალბათ აზერბაიჯანში და სომხეთში მეშვიდე ვიზიტი აქვს, უნგრეთში ალბათ მეექვსე ვიზიტი აქვს, მეხუთე ვიზიტი აქვს და ცენტრალური აზიაც ააკალახეს, ანუ ისეთ სახელმწიფოები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო სავაჭრო ურთიერთობების კუთხით აინტერესებს საქართველოს და სამხრეთ კავკასიაში კონკრეტულად სახელმწიფო საქართველოს. ამიტომ ეს ადამიანები აი ამ შექმნილი ვითარებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უმადლოდნენ და იმ უჭყუობას და უტვინობას ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც გამოავლინეს და ამავდროულად დაუჯერეს იმ ერთ ჯადოსნურ კაცს, რომელიც სადღაც ზის და თავის რაღაც კონსპიროლოგიურ, ესე იგი იდეებს აფრქვევს და ამათ არწმუნებთ, რომ თითქოს და ყველაფერი დალაგებული აქვს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ არაფრის არც დამლაგებელია, არც დამლაგებლები ხავთ. თუ კი ვინმე დამლაგებელი ხავთ, ყველა ხელიდან გამოეცალა და თუ კი ვინმე ჭკუა იყო, ისიც ხელიდან გაუსხლდა. თქვენ წარმოიდგინეთ რიგი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სხვადასხვა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ამიტომ კრიზისი ღრმავდება, ეს კრიზისი შეუქცევადი იქნება. საქართველოს არ არის არც აზერბაიჯანი, არც ყაზახეთი, არც ბელორუსი, სხვათა შორის, რომელიც სისტემურად იყო რუსეთზე მიერთებული 90-იანი წლებიდან, მათ შორის ეკონომიკურადაც. სანქციები გაიზრდება და სანქციები გახდება ტარგეტირებული. და ტარგეტირებული ოღონდ რეალურად არა მარტო პოლიტიკურ სპექტრზე მე დარწმუნებული ვარ, არამედ ელიტებს, მათ შორის მედია ელიტებზე, იმ ფიგურებზე, რომლებიც დღეს რეალურად აი გველის თავს წარმოადგენენ. იმიტომ რომ დღეს ფაქტიურად ანუ პრობლემა ღერძი, სხვათა შორის ღერძის ბალანსი გადავიდა ბატონ ივანიშვილიდან სხვადასხვა პერიფერიებზე. და ეს პერიფერიები სწორედაც არის ტელევიზიები, მათი მენეჯმენტი და ბიზნეს ელიტები. ცნობილი სახეები, რომლებიც ხელისუფლებას სწორედაც აი ამ მიზანმიმართული, ძალიან სახიფათო დეზინფორმაციული და ინფორმაციის მანიპულირებადი კამპანიის შესაძლებლობა გათვითცნობიერებულად აძლევენ. გაუთვითცნობიერებელას კი არა, გათვითცნობიერებულად. იმიტომ რომ მათ ან დასაკარგი მეტი აქვთ, ბევრი აქვთ, ან რეალურად უბრალოდ იდეოლოგიურად უჭერენ მხარს გარუსებულ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. ამიტომ გველის თავი უნდა დაიდენტიფიცირდეს და ეს ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით მისნობრივად რეალურად უნდა იქნენ გამოვლენილი და ეს ასეც მოხდება დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა კახა, დაგემშვიდობები. კახა ქემოკლიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და მე